გამარჯობა, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო. მინდა გითხრათ, რომ ვიმყოფები დასასვენებლად და აქედან გამომდინარეობს ის, რომ ხშირად აღავწერ ვიდეოს. ვეცდები, რომ უფრო ხშირად ჩავწერო. ეს მათთვის, ვინც წერთ, რომ სად დავეკარგე და რატომ ამ ბოლო დროს აღარ ვაქტიურობ. მაშასე რას მოგიტანთ დღევანდელი სასემთვარეობა მერწყული ზოდიაქოს ნიშანში. ნახოთ დღევანდელი მდგომარეობით ვინ ხართ თქვენ. სიგი დღეს დღეობით თქვენთან ამოვიდა ცოტა ესეთი არკანები, რომ დღევანდელი მდგომარეობით თქვენ ბევრს ფიქრობთ, ძალიან ბევრს, განსაკუთრებით წარსულთან დაკავშირებით, წარსულში თქვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით. აქ არის ასევე ფიქრი მომავალზე, თუ მომავალში იქნებით თუ არა კმაყოფილი თქვენ. ძირითადად ამას ეხება თქვენი დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ფიქრები წარსულზე, იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ რაღაც არ იმოქმედეთ, არ გააკეთეთ, არ გადადგით ნაბიჯი თითქოს, საკუთარი თავი შეაჩერეთ და ახლა ინფორმაციას იძიებთ, ასე ვთქვათ, იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში, ან უკვე შესაძლებელია თქვენ უკვე გზას ადგახართ, აი რა შეიძლება თქვენ გზაზე ან გადაგეღობოთ, ან რაღაც გამოიწვიოს თქვენში, ასე ვთქვათ, ან უკმაყოფილება, ან მოქმედობა რომ არ გამოიწვიოს, ამისთვის ყველანაირ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, ვცდილობთ რომ მოიპოვოთ ინფორმაცია, რათა მომავალში არ იყოს რაღაც შეფერხებები. დაახლოებით ასეთია თქვენი დღევანდელი მდგომარეობა. ვისთანაც ემთხვევა ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. ვისთანაც სრულიად სხვა სიტუაცია, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე, ასეც ხდება, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი და ასკროლეთ. ვინც დარჩით თქვენთვის, რა ცვლილებებს შემოიტანს დღევანდელი სასემთვარე? სიახლეა, სასიამოვნო სიახლეა ძვირფასებო, რასთან დაკავშირებით? ძირითადად სამსახურთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, რომ დასრულდა თქვენი ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, აი რაღაც მოქმედებები, შრომა, რაც თქვენგან უდიდეს რესურსს მოითხოვდა, ადამიანურ რესურსს. ეს პერიოდი დასრულდა და გადადიხართ უფრო სასიამოვნო, უფრო მხიარულ გამარჯვების პერიოდში, სადაც უფრო მეტი იქნება თქვენი მიღწევები. კიდევ რა ცვლილებები იქნება? დიახ, ფინანსები, დიდი რაოდენობით ძვირფასებო ფინანსები მოდის თქვენთან. იმპერატრიცა. სიგი მდედრობითი სქესი, ვინც მადევნებთ თვალყურს, თქვენ ფინანსურად იქნებით უზრუნველყოფილი, ასევე თქვენს ცხოვრებაში შემოდის სტაბილურობა და რა ფიქრებიც ახლა თქვენ გაქვთ, სიგნიფიკატორი რაც ამოგივიდათ, რომ ძალიან რაღაც განიცდით, რომ წარსულში არ გადადგით ნაბიჯები და მომავალში, ასე ვთქვათ, ფორი აქობთ, როგორ იქნება თქვენი მომავალი, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დამშვიდდეთ, რადგან გარანტირებული გაქვთ სტაბილური იმპერატრიცას მიხედვით, ფინანსურად მყარი და ასევე ოჯახში სტაბილურობა და ბედნიერება. კიდევ რა ცვლილებები მოაქვს თქვენთვის დღევანდელ სასემთვარეს? ესე იგი, რაღაც კარმეული პერიოდია თქვენთვის ძვირფასებო. საკუთარ თავში ჩახედვის, ასე ვთქვათ, და რაღაცების გარკვევის პერიოდია, ანუ რა არის ილუზია, რა არის თავს მოხვეული, ასე ვთქვათ, თქვენი ფიქრების მიერ და რა არის
რეალობა. რეალობა არის ის, რომ იხსნება ახალი კარი თქვენს ცხოვრებაში. ახალი, უფრო სასიამოვნო, უფრო ლაღი, უფრო მშვენიერი პერიოდი თქვენთვის. თქვენ გადადგამთ ახალ ნაბიჯებს სიახლეებისკენ, რომლებიც მოგიტანენ სიმშვიდეს და სილახეს. მამაკაცებისთვისაც ვნახოთ ძვირფასებო, რა სიახლეები მოაქვს თქვენთვის დღევანდელ სავსე მთვარის სიყვარული მამაკაცებისთვის ნახეთ. ძვირფასო მამაკაცებო, თქვენთვის მოაქვს სიამოვნება პირველ რიგში, სიყვარული, სასიამოვნო განცდები და ბედნიერება. ვინც დასაქორწინებლები ხართ მამაკაცები, თქვენს ცხოვრებაში შემოდის ოჯახური ბედნიერება, ეს არის თანაცხოვრება, ქორწინება და ასე შემდეგ. კარგით განვაგრძოთ ყველასთვის. რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენ ამ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში? ეს არის ფინანსები, ძვირფასებო, ესე იგი უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონის დამსახურებით შემოდის თქვენ ცხოვრებაში ფინანსები და ამ ფინანსებს თქვენ ხელი უნდა მოუჭიროთ, ასე ვთქვათ, ცოტა უნდა გამოიჩინოთ თავშეკავება ფულის ხარჯვაში, ალბათ სავარაუდოდ, იმიტომ რომ ასეთი არკანებია, უფრო მეტად უნდა ორიენტირდეთ დაგროვებაზე, შეგროვებაზე. აი ეს უნდა გაითვალისწინოთ, ესე იგი ზედმეტი ფინანსები არ უნდა გასცეთ, არ უნდა დახარჯოთ. კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენ? ესე იგი კიდევ ძვირფასებო, აქ არის დავა, სადაო საკითხი არის რაღაც, რაც შეიძლება ეხება სახლს, ან რაღაც სტრუქტურას, რაც გრძელდება უკვე საკმაოდ დიდი ხანი, ანუ ვისთვისაც აქტუალურია ძვირფასებო. არ შეიძლება რომ ყველასთვის იყოს ერთი და იგივე ინფორმაცია. ვისთვისაც არის კონკრეტულად ეს ინფორმაცია, ის გაიგებს და მიიღებს ამას. ესე იგი რაღაც სადაო საკითხია, რომელიც დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს, საკმაოდ დიდი ხანია. ეს საქმე გაიხსნება, ასე ვთქვათ. თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ ამაზე, რისკია თქვენი აზრით, გარისკოთ, არ გარისკოთ, არ იცით. თუმცა ამ საქმეში მოდის თქვენთან ღვთისწყალობა და ოჯახური ბედნიერება. რაიმე სახლს თუ ეხება, რაღაც სადაო საკითხი თუ სახლთან მემკვიდრეობასთან ან ოჯახურ ბიზნესთან, ან არ ვიცი, შეიძლება რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს, ნებისმიერ სტრუქტურას გადაწყდება სათქვენოთ, უნდა გარისკოთ თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა შეიძლება ითქვას, რომ გეშინიათ, ფიქრებში ასე ჩანს, მაინც უნდა ასე ვთქვათ, წახვიდეთ რისკზე და ეს თქვენ მოგიტანთ ბედნიერებას, ოჯახურ ბედნიერებას. კარგით, რჩევა ვნახოთ თქვენთვის, იმოქმედეთ, არ გაჩერდეთ, რაც არ უნდა ბუნდოვანი იყოს მომავალი, მაინც იმოქმედეთ, მიუხედავად იმედგაცრუებისა, რაც გქონიათ თქვენ უკვე წარსულში, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ისევ იმედგაცრუება არ განიცადოთ. ძირითადად რაღაც გზას ეხება, ეს გზასთან დაკავშირებით. რჩევა არის, რომ მიეცეთ მიმართულება თქვენს ცხოვრებას და ეს მიმართულება არის მოქმედება. დაელოდეთ, რაღაც ერთი ნაბიჯი დარჩა და შემდეგ გადადგეთ თქვენ ნაბიჯი, ან დაიწყეთ საქმე, ან შეიძლება ეს იყოს უბრალოდ თქვენი სიტყვა, რაღაცა გაცეთ განკარგულება, ან ვინმეს დაავალოთ SMS-ის საშუალებით, ან ინტერნეტის საშუალებით. დაიწყოთ მოქმედება იმ კუთხით, რაც თქვენთვის არის აქტუალური. ეს არის რჩევა თქვენთვის და ნახეთ დარჩა თასების მუსიკალოდაზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გელოდებათ სასიამოვნო უახლოესი 2 კვირა.
მე გისურვებ ძვირფასობ ბედნიერებას, შევხვდებით მომდევნო ვიდეო.